მოგესალმებით ღვთისმშობლებო. სოფლიო მოვლენებზე დაკვირვებით, ბევრი ადამიანი აგნოსტიკოსია, ბევრიც ათეისტია, რადგან არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, თუ რატომ ხდება ამდენი ბოროტება და უსამართლობა ამ ქვეყნად. განა ღმერთი რომ არსებობდეს დაუშვებდაო აი ამ ყოველივეს. აი ამ კითხვას სვავს როგორც აგნოსტიკოსების, ისე ათეისტების უმრავლესობა, ამიტომ აი ამ ვიდეოში სწორედ ამ კითხვაზე მივიღებთ პასუხებს, თუ რაც ხდება სოფლიოში კაცობრიობის თავს, განსაკუთრებით კი აი ამ ბოლო საუკუნეებში რატომ ხდება ეს ამდენი სიბოროტე, ამდენი უსამართლობა. ბიბლიაში არის ასეთი წიგნი იობი, სადაც ახსნილია ეს საკითხი და ვიდრე მის განმარტებას შეუდგებით, მოდით ვნახოთ ერთი მონაკვეთი ჯერ, კერძოდ ეს არის იობის 34-ის 10-დან 17-ის ჩათვლით მუხლებს დაურთავ. რას ვიგებთ აქედან? მეათე მუხლი გვარწმუნებს, რომ ყოვლად ძლიერი და ყოვლად უზენაესი შორს დგას ბოროტებისაგან და უსამართლობისაგან. მე-11 მუხლი გვარწმუნებს, რომ არავის შერჩება უსამართლობა და ბოროტება და ყველა დანიშნულ დროს მიიღებს პასუხს უფლისაგან თავისივე საქციელის შედეგებზე. მე-12 მუხლში კვლავ ხაზი ესმება იმას, რომ რაც ბოროტება და უსამართლობა ხდება, ეს არ მოდის ღმერთისაგან და არ ხდება ეს ყოველივე, რაც ხდება კაცობრიობის თავს, იმიტომ რომ ღმერთს ასე უნდა. მე-13 მუხლიდან ვიგებთ, რომ მთელი სამყარო მაინც ისედაც მისია, დააკვირდით რა ლოგიკურად აბავს ეს აზრი მე-14-15 მუხლებიდან ვიგებთ, რომ ის ვინც სიცოცხლის შემოქმედია, სწორედ ამიტომაა სიცოცხლის შემოქმედი, რომ მას სურდა სიცოცხლით დამტკბარიყო ყველა. თორე აი ესე რო არ იყოს, ერთ წამში შეუძლია უკან წაიღოსო ყველა სუნთქვა და ერთ წამში განადგურდეს მთლიანი მისი შემოქმედება, ხო? ეს როგორც შექმნა, ასევე შეუძლია ერთ წამში მოსპოს მთელი სამყარო. ვინ შეეპასუხებაო მას, აი ამის გამო ეს კითხვა ხო აქ დასმული თუ აკვირდებით. მაგრამ მას ამისათვის არ შეუქმნია სიცოცხლე, რომ ვინმე დაიტანჯოს, ვინმე მოკვდეს მისი ქმნილებები და აი ამ ბოროტი უსამართლობის მსხვერპლი გახდეს ვინმე აი ამ მართველების მიერ, რაც დღეს ხდება მთელ მსოფლიოზე. მე-17 მუხლიდან კი ვიგებთ, რომ თუ კი ღმერთი სიმართლის მოძულე იქნებოდა და მას არ ენდომებოდა სამართალი ამ სამყაროში, არ იქნებოდა ისეთი ხელმწიფე, როგორიც ის არის დღეს, ხო, უზენაესი, როგორიც სინამდვილეშია მოსიყვარულე, კეთილი, როგორც ვიცნობთ მას ბიბლიიდან და როგორც გვამცნობდა იესო. ამიტომ დაიწერა ეს წიგნი იობი, რათა ყველამ მისმა მკითხველმა მივიღოთ პასუხები კითხვებზე, თუ რა ხდება კაცობრიობის თავს, თუ რატომა ამდენი ბოროტება და უსამართლობა ამ ქვეყნად და როგორი იქნება ყოველივეს დასასრული. გასულ ვიდეოებში ვნახეთ, თუ რა მოხდა სამოთხეში, თუ როგორ დააყენა ეჭქვეშ სატანა ეშმაკმა ღმერთის სამართლიანი აი ეს მართლობა. მოდით ამას მივაქციოთ ყურადღება ეშმაკს, რომ ღმერთის ძალა დაეყენებინა ეჭქვეშ. ღმერთი იქვე აჩვენებდა თავის ძალას და მას სამუდამოდ განადგურებდა. მაგრამ მან ეჭქვეშ დააყენა ღმერთის მართლობა, რომ ის არასამართლიანად მართლობდა თავის ქმნილებებზე და ამის დამტკიცებას კი დრო ჭირდება, ხო? რომ ეშმაკისათვის უნდა დაეთმო ღმერთს დროებით აი ეს ქვეყნიერება, რათა ეშმაკს თავისი განაცხადი დაემტკიცებინა. ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ქმნილებების თვალწინ, ვის წინაშეც მან ბრალი დასდო შემოქმედს არასწორ მართლობაში და უსამართლო მართლობაში და გარდა ამისა ეშმაკმა წუნი დასდო ღვთის ქმნილებას, ადამიანს. და იმის იმტკიცება დაიწყო, რომ ადამიანი იყო ეგოისტი ქმნილება. იგი იმიტომ რჩებოდა ღვთის მორჩილი და მისი დაყვანისმცემელი, რომ გამორჩენას ელოდა და კურთხევებს ზეციერი მამისაგან. და დანარჩენი მოდით ახლა ვნახოთ, თუ როგორ აღწერილია ეს როგორ არის გადმოცემული წიგნ იობში. იობის პირველივე თავს თუ ნახავთ, აგერ დაურთავ 6-დან 12-ის ჩათვლით. მოდით ახლა ჯერ მე-6 მუხლს მივაქციოთ ყურადღება, თუ აი აქ როდესაც აი გლობალური საკითხების ირგვლივ მოსაგვარებლად რომ იკრიფებიან ხოლმე ადამიანები დიდ მსოფლიო გაერთიანებებში, თუნდაც ისეთში, როგორც გაეროა, ხო, დავაკვირდეთ, მსგავსად ხდება ზეცაში შეკრება დრო და დრო უზენაესის წინაშე. აქ ეს იკვეთება მე-6 მუხლში თუ აკვირდებით, სადაც წარსდგებიან ხოლმე სულიერი ქმნილებები, ანგელოზები და ეს ერთ-ერთი ღვთის ოპოზიციაში მყოფი ანგელოზიც დააკვირდით სატანა ეშმაკიც მათ შორისაა აი ამ შეკრებაზე. მიაქციეთ ყურადღება მე-7 მუხლს. აი ამ დროისთვის ღმერთს უკვე მიცემული აქვს უფლება სატანა ეშმაკისათვის ითარეშოს დედამიწაზე და დაამტკიცოს თავისი ბრალდება, ან უკვე მთელი ქვეყნიერება გადაცემული აქვს მისთვის. და ყველა სხვა დანარჩენი ქმნილებების წინაშე უნდა დაამტკიცოს მან ეს თავისი
განაცხადი, რომელიც წამოჭრა ზეცაში და მერე 64-ში, რომ ღმერთი უსამართლოდ მართლობს და რომ თუ კი ღმერთი საშუალებას მისცემდა ადამიანებს თავად გამოეცადათ მართლობის ფორმები, ადამიანები მიაღწევდნენ ისეთ მართლობის ფორმას, რომელიც საუკეთესო მოდელი იქნებოდა და ჩვენ ვიცით, რომ სოფლიომ აჩვენა ეს ისტორიამ უკვე საუკუნეების განმავლობაში, რომ ადამიანს არ შეუძლია სწორად მართოს. ერთი ფენა ყოველთვის დაჩაგრავს მეორეს, იბატონებს ერთი ფენა ყოველთვის მეორეზე, ხო? ერთადერთი შედარებით უკეთეს მოდელად სწორედ ეს მიიჩნევა, ხო? აი ეს დემოკრატიული მართვის მოდელი, სხვა მოდელებისაგან განსხვავებით, მაგრამ აქაც უამრავი ხარვეზია, ხო? და სწორედ ამას დამტკიცებას ცდილობს ეშმაკი, რომ ადამიანებს ღმერთისგან დამოუკიდებლად შეეძლოთ უკეთესად ემართათ მსოფლიო. მეორე მუხლიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ამაყობს, თუ აკვირდებით, თავისი ერთ-ერთი შვილით, ერთ-ერთი მიწიერი ქმნილებით, იობით. მისი აი ამ გამორჩეული თვისებებით და იმით, რომ იობის კონკრეტულ მიზეზს ასახელებს, რატო ამაყობს ღმერთი, იმიტომ რომ იობიც შორს დგასო ბოროტებისაგან და უსამართლობისაგან, როგორც თავად უზენაესი ღმერთი დგას, ხო შორს. აქვე მინდა კითხვით მოგმართოთ ჩემს მსმენელებს, აი იცოდით, რომ იობის მსგავსად ყველა ჩვენგანი ჩართული ვართ აი ამ საგამოთო საკითხში, თუ ვის ხარეს დავდგებით, ეშმაკისა თუ ზეციერი მამის მხარეს. იცოდით, რომ თქვენ გაქვთ აი ეს შანსი ზეციერ მამას მისცეთ სათქმელად თქვენს შესახებ, რომ თქვენს ერთგული რჩებით ზეციერი მამისა და შემოქმედი ღმერთისა. აი მე ამაზე გასულ ვიდეო რგოლში ვისაუბრე, თუ არ მოგისმენთ, აუცილებლად მოისმინეთ, რომ რას ნიშნავს კერპთაყვანისმცემლობა, ცრუხთაებების თაყვანისცემა, ეგრეთ წოდებული წმინდანების თაყვანისცემა. აი ამ მიმართულებით ეშმაკმა ბევრი ჩამოაშორა ზეციერ მამას, სწორედ ამაზე ვისაუბრე მე გასულ ვიდეო რგოლში, თუ რატომ უნდა დავრჩეთ ჩვენ ზეციერი მამის ერთგულები, მისი თაყვანისცემლები და რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამა თუ იმ რელიგიებში, რადგან ყველა რელიგია სატანის მიერაა შექმნილი, სწორედ ამ მიზნით, რომ ადამიანებს ზეციერი მამის გარდა სხვა ვისაც გინდა იმასცენ თაყვანი, ნებისმიერ ხატებს, ქმნილებებს, წმინდანებს, ადამიანებს ოღონდ არა ზეციერ მამას. და ამაზე ვისაუბრე მე გასულ ვიდეო რგოლში. დაუკვირდეთ, რატომ დაწანწალებს და დახეტიალობს ეშმაკი ქვეყნად. აქ მე-6 მუხლში წერია, ხო, თავად მისივე სიტყვებია და ეს არის გამოყენებული აქ, რომ ის ქვეყანაზე დაწანწალებს, დახეტიალობს რა მიზნით. ის არჩევს, ეძებს თავისნაირ ამპარტავან, ბოროტ, უსამართლო ადამიანებს, რომ მათი მეშვეობით დაჩაგროს ღვთის მხარეს მდგომი ადამიანები. მე სხვა ვიდეოშიც ვისაუბრე, როგორ მოყავს პოლიტიკაში ისეთი ადამიანები, რომლებშიც განსაკუთრებით არის ეს ამპარტავნება, განსაკუთრებით არის აი ეს სიყალბე, რომ შემდგომ ამათი ადამიანების მეშვეობით წნეხში მოაქციოს კაცობრიობა. და ის ამას ახორციელებს, ხო, იგივე პუტინი ავიღოთ, იგივე დღეს არსებული საქართველოს ეს ოლიგარქი. ესენი სწორედ აი ამ თვისებებს ავლენენ, რაც ეშმაკისთვისაა დამახასიათებელი და ასეთ პირებს ეძებს ეშმაკი, რომ ასეთი ადამიანების მეშვეობით მოაქციოს წნეხის ქვეშ კაცობრიობა. მიზანი მისი ის არის სწორედ ამ დროს, რომ ადამიანებმა ვერ გაუძლონ აი ამ ბოროტებას, უსამართლობას და საბოლოოდ დაგმონ უზენაესი ღმერთი. აი ამისი მიღწევა უნდა მას აი ამგვარად მე ეს ახსენილი მაქვს სხვა ვიდეოებში, ამიტომ შემოდით და უცებლად მოისმინეთ აი ეს სხვა ვიდეო რგოლებიც. დააკვირდეთ იმასაც, რომ ჩვენი სიცოცხლის შემოქმედი, ჩვენი ზეციერი მამა, ყველას კარგად გვიცნობს. სახელებით გვიცნობს, ინდივიდუალურად გვიცნობს, თუ ვინ რითი ცხოვრობთ, როგორ ცხოვრობთ და ვის ხარეს ვიკავებთ აი ამ საკამათო საკითხში, რომელიც ეშმაკმა წამოჭრა აგერ მე-9 მუხლიდან. ხედავთ სატანის მორიგ ბრალდებას, თუ როგორ და რაში დასდო წუნი იობს, რომ ის ეგოისტიაო. დანარჩენი იობზე თუ ესე იგი როგორი მაცხოვრებელი იყო ღვთისაგან, როგორ იყო კურთხეული ის, პირადად შეგიძლიათ წაიკითხოთ, იობის პირველივე თავშიც იკითხება, თუ რა ქონების მფლობელი და პატრონი იყო. და ადვილად გაიგებთ, ხო, ამით მე-12 მუხლიდან რას ვიგებთ, დააკვირდით, აშკარად იკითხება აქ, რომ იობის თავს დატეხილი აი ეს უბედურებების მიზეზი რა არის. თუმცა აქვე უზენაესმა აუკრძალა სატანა ეშმაკს, იობს არ შეეხოვო. დანარჩენის უფლება კი მისცა, რომ მის ქონებას შეხებოდა, მის შვილებს შეხებოდა. ასე რომ ღმერთი არავის არ სცდის. ღმერთი უბრალოდ უშვებს განსაცდელებს ადამიანებისათვის, რომ აი ეს ეშმაკის მოთხოვნის გამო უშვებს ამას, რათა დამტკიცდეს, ვინ ერთგულებს ღმერთს და ვინ გამორჩენის მიზნით ცდილობს ღვთისადმი, აი ეს ღვთისმოსაობის სახე რომ მიიღოს. სწორედ აი ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე მართლაც ვინ ღვთის ერთგულია, ვინ ღვთის მორჩილია და ვინ პირიქით, ხო? ისე მშვიდობიანობის დროს ადამიანი ყველა იტყვის, რომ ღვთის ერთგულია, მაგრამ თუ ის განსაცდელებში აღმოჩნდება, აი მე
მერე როგორ მოიქცევა. წავა კი აი ამ განსაცდელში ცოდვების ჩადენაზე, ხო, როგორიც არის ქურდობა, მრუშობა, ნარკოტიკის მიღება და ასე შემდეგ, ხო, ლოთობა და ნებისმიერი რამ, რაც სატანისგან მოდის, მისი მაცდუნებელი საშუალებებია ეს ყველაფერი. ნახოთ შემდეგი მონაკვეთი მაგალითად მეორე თავის პირველიდან 3-ის ჩათვლით ამავე წიგნში, როგორც ხედავთ, აქ პირველი მუხლი კვლავ მორიგი აქ იკითხება, რომ მორიგი შეკრება ხდება უზენაესის წინაშე სამყოფელში, რაც შემდგომ იკითხება ფაქტიურად ადასტურებს იმას, რომ სამყაროში და მათ შორის დედამიწაზე მიმდინარე მოვლენების გამო დროდადრო იკრიფებიან ზეცაში აი ეს საკამათო საკითხის განსახილველად ზეციური ქმნილებები უზენაესის წინაშე და მათთვის სულ ერთი არ არის დღეს ის, რაც დღეს დედამიწაზე ხდება, ეს უნდა ვიცოდეთ. ისინი თვალყურს ადევნებენ ყველა პროცესს და თითოეული ადამიანით არიან დაინტერესებული, ინდივიდუალურად, თითოეული თქვენგანით. ოღონდ საქმე მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით სატანა ეშმაკი და მისი დემონები, რომლებიც ანგელოზების ის კატეგორიაა, ვინც მისი მხარე დაიკავა აი ამ საკამათო საკითხში და ჩაუდგნენ უზენაეს ღმერთს ოპოზიციაში, ზეცაში შეკრების უფლებით აღარ სარგებლობენ. ანუ უზენაესის წინაშე ისინი დღეს რო ხდება შეკრებები, აღარ ხდება მათი წარდგენა. აღარ აქვთ ამისი უფლება, ისინი უკვე ჩამოყრილი არიან დედამიწაზე, ბიბლიის ბოლო წიგნიდან ვიგებთ ამას, სამჟავროს მოლოდინში იმყოფებიან, ეგრეთ წოდებულ ტარტაროსში იმყოფებიან ისინი და მათ აღარ აქვთ უფლება რომ წარდგნენ ზეციერი მამის წინაშე. ეს აქ რაც იკითხება ამ წელებში ეს ხდებოდა ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს არის ეს ჩანაწერი გაკეთებული და ამიტომ მაშინ ჰქონდათ ამისი უფლება. და იესოს მეორედ მოსვლის მერე და მისი ზეცად ამაღლების მერე იესომ ეს უფლება ჩამოართვათ მათ. როდესაც ისინი გადმოყარა დედამიწაზე და ეს გამოცხადების მე-12 თავის მე-12 მუხლებში იკითხება. მე ეს განხილული მაქვს სხვა ვიდეოებში, ამიტომ შემოდით ჩემს გვერდზე და მოისმენთ ის ვიდეოებიც. ახლა კი დავუმბრუნდეთ აი ამ მონაკვეთის გაგრძელებას, მეორე თავის 3-დან 10-ის ჩათვლით მუხლებს, მესამე მუხლიდან ღმერთი კლავაც ამაყობს თავისი ქმნილებით, იობის ერთგულებით, თავს იწონებს, როგორც ნებისმიერი მამა თავისი შვილის კარგი საქციელით მოიწონებდა თავს, მაგრამ რაც სატანამ შეამთხვია იობს, რადგან ეს თუ აგვირდებით მთელი ეს სიმდიდრე რო დააკარგვინა, როგორ გაუწყვიტა შვილები, ეს იკითხება და ამიტომ თქვენ წაიკითხეთ, ამიტომ მოგიწოდეთ ამ წიგნის წაკითხვისაკენ. და აი ამ წიგნში ასევე გეტყვით იობში ისეთი ფაქტებია დასახელებული, რაც მეცნიერებას ჯერ არ აღმოუჩენია, წინასწრებს ეს წიგნი მეცნიერულ აღმოჩენებს და ამავე დროს სრულიად სრულთანხმობაშია მეცნიერებასთან, თუ ამ წიგნს გამოიკვლიათ. მეოთხე მეხუთე მუხლიდან სატანა ითხოვს, რომ თავად იობზე მისცეს შეხების უფლება. მეექვსე მუხლიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ესეც დაუშვა იობის თავს, რომ მისთვის ეშმაკს მძიმე დაავადება შეეყარა. ოღონდ ეს მისი სიცოცხლისათვის მომსპობი არ უნდა ყოფილიყო. ახლა მოდით მივაქციოთ ყურადღება მეოთხე მუხლის ბოლოში შემოხაზული რომ აქვს სიტყვა კაცი. ეს რას ნიშნავს აქ? აქ ხომ მარტო იობზეა საუბარი. სიცოცხლის წილო ყველაფერს გაიღებს კაციო. რატომ ამბობს ასე სატანა? იმიტომ რომ სიტყვა კაცში მხოლოდ იობს არ გულისხმობს. სატანა გულისხმობს ჩვენს, ნებისმიერ ადამიანს, როგორც ღვთის ქმნილებას. რომ ყველა ადამიანი ასეთიაო, ეგოისტიო. ყველა თქვენგანი, ვინც ისმენთ ახლა აი ამ ვიდეოს, გინდათ თუ არ გინდათ, ჩართული ხართ აი ამ საკითხში, აქედან სწორედ ეს ჩანს. ანუ ვინც არ ისმენენ ახლა და აი ეს არ აქვთ წარმოდგენა რა ხდება მათ თავს, აი ეს ბოროტება, უსამართლობა ვის მიერ მოდის, რატომ მოდის, მიზეზი არ იციან. აი ამ სიტყვებით სატანამ წუნი დაგდოთ ყველა ნებისმიერ ადამიანს, რომ ნებისმიერი გასაჭირიდან თავის დაღწევის გამო ყველაფერზე წახვალთ, ყველანაირ ცოდვას ჩაიგდენთ, ოღონდ კი გადარჩეთ. აი ამას ამტკიცებს ეშმაკი აი ამ საკამათო საკითხში, ხოლო ჩვენ იობის მსგავსად საპირისპიროდ უნდა დავამტკიცოთ. რამდენი ადამიანი შეინარჩუნებს დღეს ერთგულებას მძიმე განსაცდელებში, ეს იმდენი გაწუნული სილა იქნება სატანისათვის, რადგან ზეციერ მამას ისე სხვა მის ერთგულ სულიერ ქმნილებების წინაშე, ვინც აი ამ პროცესს თვალს ადევნებს, ასე ძალიან ვერავინ ვერ გაახარებს, როგორც ერთგულებით იობმა გაახარა და როგორც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერმა ჩვენგანმა ბოლომდე შევინარჩუნოთ ერთგულება მძიმე განსაცდელებში და ასეთი სახით სიხარული მოუტანოთ ზეციერ მამას. როგორც ხარობს ის აგერ იობით. ეს წიგნი სწორედ ამიტომ დაიწერა, რომ გვაჩვენოს როგორი არის ღვთის ერთგული ადამიანი, როგორი უნდა იყოს და მე ბოლოში ნახავთ რა კურთხევები მიიღო იობმა, ყველას ელოდება წინის კურთხევა, რომელიც არის მარადიული სიცოცხლე ღმერთის მიერ დაპირებულ მარადიულ სამყოფელში. მე ამაზე დასაწყისში ვისაუბრე ჩემს გვერდზე, ამიტომ მოისმენთ ის ვიდეოებიც. თუმცა
ის რაც დღეს მთელ მსოფლიოზე ხდება, ხედავთ თუ რამდენმა ადამიანმა ფაქტიურად შეიყვარა ძალაუფლება, შეიყვარა სიმდიდრე და რაზე აღარ მედიან ამ ყოველივეს გამო, ხო, აგერ შორს წასვლა არ გვინდა ჩვენ ქვეყანაში დავაგეთ, ეს მიმდინარე პროცესია, ხო, ცოცხალი პროცესი, ჩვენ ხედავთ როგორ მიყიდა ბევრმა სული სატანას. თვითონ მოსამართლეები ავიღოთ, რომლებმაც იციან აშკარად, რომ ფაქტების გარეშე გამოაქვთ გადაწყვეტილებები და ამ დროს გმობენ იმ სამართალს, რომელიც ბიბლიაში იკითხება და რომელიც ცხვირწვინი უდებთ იქ ბიბლია, რომელსაც იყენებენ ხოლმე, რომ სხვას დააფიცებინონ, რომ იტყვიან სიმართლეს და ამ დროს თვითონ უხევენ იმ სიმართლეს, რაც საღვთო სიმართლეა, ხო, რაც მოცემულია წმინდა წიგნებში და საერთოდ ნებისმიერი სამართალი ხო ამ წიგნზეა დაფუძნებული ბიბლიაზე. აგერ მეცხრე მუხლიდან ვიგებთ, რომ იობის შემხედარე მეუღლეც კი ღვთისმგმობელი გახდა იობისა, რომ დაინახა რამხელა განსაცდელებს იღებს ღვთის ერთგული კაცი. მაგრამ მეათე მუხლიდან ვიგებთ იობი როგორ ინარჩუნებს ერთგულებას მიუხედავად ამ ყოველივისა და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ეს ერთგულება შევინარჩუნოთ. იობს უნდა მივბაზოთ, ამიტომ წაიკითხეთ.